გამოგრჩება თუ უსმენთ ამონას ყურადღებით. კი, ნამდვილად. და პრობლემური საკითხის დროა ჩვენს ეთერში ავარიული სახლები, რომელიც ნამდვილად მრავლად არის, განსაკუთრებით თბილისის ძველ უბნებში. და პრობლემა არის ის, რომ თუ აქვს მფლობელს იმის საშუალება, რომ სახლი შეაკეთოს, ამის უფლებას არ აძლევს სახელმწიფო, არ აძლევს მერია. მაგრამ იმიტომ რომ აქვს ძეგლის სტატუსი. ძეგლის სტატუსი და ძალიან ბევრისგან გამიგია ეს ამბავი, რომ როცა სამეზობლოს სურს, რომ თუ შეაკეთოს ჩამონგრეული კედელი, შეიძლება ამის უფლება არ ჰქონდეთ. და ეს ყველაფერი დროში იწყებათ, რომ ადრე თუ გვიან შეიძლება ეს თვითონ გააკეთოს რომელიმე უწყებამ, მაგრამ ფაქტია, რომ არსებობენ დაზარალებულები, ერთ-ერთი შენარჩუნება ძალიან კარგია, მაგრამ უკვე ისეთ მდგომარეობაშია ბევრი სახლი, რომ იმის შეკეთება არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი. ეს უნდა დაინგრეს და აშენდეს მიწისქვეშ სახელი. 100%. უბრალოდ ხანდახან არ მესმის ხოლმე ეს ძეგლის სტატუსი, რა გვინდა თუ ადამიანები იქ რეალურად რაღაც დაზიანდნენ. მით უმეტეს ისეთ ქვეყანაში, სადაც ძეგლის სტატუსის მოხსნა ჩვენ ხშირად ხედავთ, რომ პრობლემა არ უნდა იყოს. ხო, როდესაც საჭირო ძეგლის სტატუსი იხსნა. ადამიანები, როდესაც ამ პრობლემატურ სახლებში ცხოვრობენ, რეალურად სახლი, მე მაქვს ნანახი ძალიან ბევრი ასეთი სახლი, სადაც კედლები ინგრევა, წყალი ჩამოდის და ასე შემდეგ. ეს რატო უნდა შევინარჩუნოთ, მართლა ვერ ხვდები. ის რაც საძეგლია, მართლა და რაც უნდა იყოს ერში და დარჩენილი იყოს ასე ვთქვათ, სამომავლოდ, ის ხშირ შემთხვევაში ძალიან მარტივად მოგვარებულა. მე არც ერთ წელიწადს არ გულისხმობ კონკრეტულად, უბრალოდ მთელი ამ პერიოდის მანძილზე ჩვენ ბევრი სახლი ვნახეთ გარედან მისხმული საღებავით და შეღებილი უცებ. იმიტომ რომ ეს ლამაზად გამოჩენილი. არ ვიცი, ცოტა მე მგონი, ცოტა უნდა სერიოზულად მიხედოს მთავრობამ ამ საკითხს, ცოტა ამ თემებს უნდა დაუთმოს, რომ იმ სასაცილო საქილიკო კანონპროექტების ნაცვლად. ალექსანდრე ჭავჭავაძის 5 ნომერში მდებარე სახლზე ვნახავთ ლიკა მოშიაშვილის სიუჟეტს და კიდევ ერთხელ დავწმუნდებით, რომ ეს პრობლემა ნამდვილად ძალიან დგას ჩვენს ქალაქში. ამ კედლის მიღმა არის ჩვენი საძინებები, სადაც ზინავს 3 პატარა ბავშვს. ზუსტად 1 თვის წინ მოხდა ესეთი რაღაცა, რომ მთლიანი ჭერი ჩამოვარდა და ეს არ იყო ბათქაშის ჩამოვარდა, ეს იყო სერიოზულად დიდი ფილები ჩამოცვიდა და მადლობა ღმერთს ეს მოხდა დილის 6 საათზე, რომ ბავშვები გადაგვირჩნენ. ჭავჭავაძის 5 ნომერში მცხოვრებლებს ღამის გათენება ამ კედლებში უწევთ. ქეთევან რურუა ყოველდილით გზარებს აკვირდება და ცდილობს, რომ ოჯახის წევრებს, რომელთა შორის 3 ბავშვია, სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში უწევთ ყოფნა. სტომარი რომ მოგდის ეს შენია სხვათა შორის აქ დაждომა, რომ აი ეს მდგომარეობა შეხედეთ, გადმოწეულია უკვე საერთოდ. რა წუთი ჩამოინგრევა ეს კედლები, არ ვიცით. აი იქაც შეგიძლიათ ნახოთ ბოლომდე. სახლს, რომლის ისტორია თითქმის საუკუნე ნახევარსიტყვის ფასადი ნახევრად ჩამონგრეული აქვს. აივნებს, რომლებიც დროებით შველერებითაა გამაგრებული, მობილადრეების უმეტესობა ვეღარ იყენებს. საყრდენი კედელი ქუჩისკენ რამდენიმე სანტიმეტრითაა გადახრილი და საფრთხეს არა მხოლოდ ცხოვრებლებს, არამედ გამლელებსაც უქმნის. კიბეები არის გამოუსადეგარი, უკვე არ და მესამე სართულს სხვა ამოსასვლელი არა აქვს. ამიტომ ამოდიან მე-4 სართულზე, სადარბაზოდან და ჩადიან მესამეზე. წარმოუდგენელია იქ სიარული, იმიტომ რომ კიბეები გადახსნილია და სერიოზული საშიშროება იმისი, რომ ჩვენ ერთ დღეს ამ კიბიანად ჩავარდებით უკვე დაბლა სართულზე. 2013 წელს შეზღუდული პასუხისგებლობის საზოგადოება ლაბორატორიამ სახლის მდგომარეობა შეისწავლა. მათი დასკვნის მიხედვით სახლი ავარიულია და შენობაში ცხოვრება სახიფათოა. ქეთევან რურუას განცხადებით მას შემდეგ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმებულია. დახმარებისთვის მცხოვრებლებმა რაიონის გამგეობას უკვე მიმართეს. შემოვიდა განცხადება, რომ ჭავჭავაძის 5 ნომერში არის სახლი, ძალიან სულ მდგომარეობაში ჩამოინგრა ჭერი, მივედით გავუშვით ჩვენი ჯგუფი, შევისწავლეთ, სახლი არის მართლა ავარიულ ძალიან სულ მდგომარეობაში. შევთავაზეთ, რომ თუ უნდათ გამაგრება და თანადაფინანსების პროგრამა, რომელიც მოიცავს 85-15%-ზე, 85 აფინანსებს გამგეობა 5 მოსახლეობა, რაზეც ამ დროისთვის უარი გითხრეს, იმიტომ რომ არ არის შესაბამისი თანხა და ჯერჯერობით არის სიტუაცია ჩამოუყალიბებელი. მოსახლეობის ერთადერთი მედად ინვესტორები რჩებიან. თუმცა შენობას კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს და კანონის მიხედვით მისი მოხსნა 2 შემთხვევაშია დასაშვები. როდესაც ძეგლი ისე განადგურდა, რომ მისი აღდგენა შეუძლებელია, ან დაკარგა ის მახასიათებლები, რისთვისაც ეს სტატუსი მიენიჭა. სანამ ქალაქის მთავრობა, მოსახლეობა და ინვესტორები შეთანხმდებიან, ეს ადამიანები სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში აგრძელებენ ცხოვრებას.